ბენზინი ფუჭდება? სალამი ინჟინერიის დედებო. დღეს ვისაუბრეთ რაღაცაზე, რაც პრაქტიკულად ყველა მანქანაში, მოტოციკლში და ტექნიკაშიცაა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ბენზინი. მაგრამ ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, თუ ბენზინი ფუჭდება, ან შეიძლება თუ არა დროთა განმავლობაში დაკარგოს თავისი თვისებები. ხო, ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გონია, განსაკუთრებით თუ მანქანა რამდენიმე თვეა გაჩერებული გაქვს გარაჟში, ან საწვავი სახლში გაქვს შენახული. სწრაფი პასუხი კი ასეთია. დიახ, ბენზინი ფუჭდება. მაგრამ იმის გასაგებად, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, ჯერ უნდა გავიგოთ, რა არის ბენზინი და როგორ იქცევა ის შენახვისას. ბენზინი არის რთული ნაზავი ნახშირ წყალბადების, ანუ მოლეკულების, რომლებიც შედგება ნახშირბადის და წყალბადისგან. ეს მოლეკულები საკმაოდ არასტაბილურია, როდესაც ისინი გარკვეულ გარემო ფაქტორებს ექვემდებარება. და სწორედ ეს არასტაბილურობა იწვევს საწვავის დეგრადაციას დროთა განმავლობაში. მაგრამ რა არის მთავარი დამნაშავე ბენზინის დეგრადაციაში? ჟანგბადი. როდესაც ბენზინი კონტაქტში შედის ჰაერის ჟანგბადთან, ხდება ქიმიური რეაქცია, რომელსაც ოქსიდაცია ეწოდება. ამ რეაქციაში ნახშირწყალბადების მოლეკულები რეაგირებენ ჟანგბადთან და წარმოიქმნება ახალი ნივთიერებები, როგორიცაა მჟავები და ნალექები. ნალექები წებოვანი ნარჩენებია, რომლებიც გროვდება საწვავში და შეიძლება დააზიანოს ძრავა. გინახავთ ის ყავისფერი ან მოყვითალო ნარჩენი ძველი ბენზინის ჭურჭელში? ხო და ეს სწორედ ოქსიდაციის შედეგია. ეხლა მოდით უკეთ გავიგოთ, როგორ ხდება ეს რეაქცია. როგორც უკვე ვთქვი, ბენზინი ძირითადად შედგება ნახშირ წყალბადებისგან. მარტივი მაგალითია ოქტანი, რომელიც ბენზინის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია. როდესაც ოქტანი კონტაქტში შედის ჟანგბადთან, ხდება ოქსიდაციის რეაქცია. სრული რეაქცია შეიძლება ასე იყოს წარმოდგენილი. როდესაც ორი ოქტანის მოლეკულა რეაგირებს 25 ჟანგბადის მოლეკულასთან, ისინი წარმოქმნიან 16 ნახშირორჟანგის მოლეკულას და 18 წყლის მოლეკულას. მაგრამ ეს მხოლოდ სრული წვაა, რომელიც ხდება ძრავში. შენახვის დროს რეალურად ხდება ნაწილობრივი დაჟანგვა. ნახშირწყალბადების მოლეკულები იწყებენ დაშლას და ხელახლა შეერთებას, შუალედური ნაერთების წარმოქმნით. და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველ რიგში გვაქვს ინიციაცია, ანუ რადიკალების წარმოქმნა. ჟანგბადი რეაგირებს ნახშირწყალბადთან, ხშირად სინათლის სითბოს ან მეტალების დახმარებით, რათა წარმოიქმნას თავისუფალი ნახშირბადის რადიკალი და ჰიდროპეროქსილის რადიკალი. შემდეგ გვაქვს პროპაგაცია, ანუ ჰიდროპეროქსიდების წარმოქმნა. თავისუფალი ნახშირბადის რადიკალი სწრაფად რეაგირებს ჟანგბადთან და წარმოქმნის პეროქსილის რადიკალს, რომელიც შემდეგ სხვა ნახშირწყალბადის მოლეკულიდან წყალბადის ატომს ითვისებს, წარმოქმნის ჰიდროპეროქსიდს, ანუ ROOH-ს და წარმოქმნის ახალ რადიკალს, რაც რეაქციას ჯაჭვურ რეაქციად აქცევს. ეს თავისუფალი რადიკალები პატარა ძალიან რეაქტიული მოლეკულებივით არიან, რომლებიც სხვა ნახშირწყალბადის მოლეკულებს ესხმიან თავს და კიდევ უფრო მეტ დეგრადაციას იწვევენ. ეს პროცესი თავისუფალი რადიკალების ჯაჭვურ რეაქციად იწოდება. როდესაც რეაქცია გრძელდება, მოლეკულები სულ უფრო რთულად ერთიანდებიან, წარმოიქმნება პოლიმერები და ნალექები. ეს ნალექები ძალიან დიდი და მძიმე მოლეკულებია, რომლებიც ძრავში კარგად არ იწვის და ნარჩენებს ტოვებს. აი რატო ტოვებს ძველი ბენზინი წებოვან ნალექს იჟეპტორებსა და ძრავის სარქველებს? გარდა ამისა, ოქსიდაციის პროცესში ასევე წარმოიქმნება ორგანული მჟავები. როდესაც ჰიდროპეროქსიდები იშლება, ისინი შეიძლება გადაიქცეს ალდეჰიდებად და კეტონებად, რომლებიც შემდგომში იჟანგება და წარმოიქმნება კარბოქსილის მჟავები. ეს მჟავები ზრდის ბენზინის მჟავიანობას, რაც შეიძლება გამოიწვიოს საწვავის სისტემის მეტალის კომპონენტების, როგორიცაა მილები და ინჟექტორები, კოროზია. მჟავიანობა იზომება მჟავური რიცხვით და რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი, მით უფრო დეგრადირებულია ბენზინი. მაგრამ რა ხდება აორთქლებასთან? ოქსიდაციის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. აორთქლება. ბენზინი არის აქროლებადი სითხე. რაც ნიშნავს, რომ მისი უფრო მსუბუქი კომპონენტები ადვილად ორთქლდება ჰაერთან შეხებისას.
როდესაც ბენზინით სავსე ჭურჭელს ღიად ტოვებთ, ყველაზე აქროლებადი კომპონენტები ატმოსფეროში ორთქლდება, ხოლო უკან რჩება უფრო მძიმე და ნაკლებად ეფექტური ნარევი, როგორც საწვავი. ეს ამცირებს ბენზინის ხარისხს და მის უნარს სწორად დაიწვას ძრავში. ყველაზე აქროლებადი კომპონენტები სწორედ ის მცირე მოლეკულები არიან, როგორიცაა პენტანი და ჰექსანი, რომლებსაც დაბალი დუღილის ტემპერატურა აქვთ. მაშ, რამდენი დრო სჭირდება ბენზინის გაფუჭებას? ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. იდეალურ შენახვის პირობებში ბენზინი შეიძლება 3-დან 6 თვემდე შენარჩუნდეს გაუარესების გარეშე. მაგრამ რა არის იდეალური პირობები? ძირითადად ბენზინი უნდა ინახებოდეს დახურულ კონტეინერში, გრილ, ბნელ ადგილას და სითბოს წყაროებიდან მოშორებით. ტემპერატურა გადამწყვეტია, რადგან სიცხე აჩქარებს როგორც ოქსიდაციას, ასევე აორთქლებას. თუ ბენზინს დატოვებთ ცხელ ადგილას, მაგალითად მზეზე მდგარ ფარდულში, ის შეიძლება რამდენიმე კვირაში დაიწყოს დაშლა. მაგრამ თუ მანქანა 1 წელია გაჩერებულია, მის აუზში ბენზინი გაფუჭდა. ალბათ კი, განსაკუთრებით თუ აუზი ბოლომდე სავსე არ იყო. როდესაც აუზში ცარიელი სივრცეა, მეტი ჰაერი ეხება ბენზინს, რაც აჩქარებს ოქსიდაციას. გარდა ამისა, ძველი ბენზინი შეიძლება საწვავის სისტემაში ნალექის დაგროვებას გამოიწვიოს, რაც ინჟექტორებს ახშობს და ძრავის მუშაობას აზიანებს. გარდა ამისა, ძველი ბენზინი შეიძლება საწვავის სისტემაში ნალექის დაგროვებას გამოიწვიოს, რაც ინჟექტორებს ახშობს და ძრავის მუშაობას აზიანებს. ამიტომ რეკომენდებულია ბენზინის გონივრულ ვადაში გამოყენება. თუ მანქანა დიდხანს გაჩერებული იქნება, უმჯობესია აუზი დაცალოთ ან საწვავის სტაბილიზატორი დაამატოთ. სტაბილიზატორებზე რო საუბრობთ, იცით რა არის? საწვავის სტაბილიზატორები ქიმიური დანამატებია, რომლებიც ბენზინის დაჟანგვასა და აორთქლებას ანელებენ. ისინი მუშაობენ ბარიერის შექმნით, რომელიც იცავს ნახშირწყალბადის მოლეკულებს ჟანგბადთან კონტაქტისგან. ან მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, რომლებიც იჭერენ თავისუფალ რადიკალებს მანამ, სანამ ისინი მეტ ზიანს მიაყენებენ. თუ ხარისხიან სტაბილიზატორს დაამატებთ ბენზინს, მისი ვარგისიანობის ვადა შეიძლება 2 წლამდე გაიზარდოს, შენახვის პირობების მიხედვით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სეზონური მოწყობილობები აქვთ, მაგალითად ბალახის საკრეჭი ან გენერატორი, რომლებიც თვეების განმავლობაში შენახულია. აქ ვიდეოში რამდენიმე სტაბილიზატორის ვარიანტს დავტოვებ, უბრალოდ დააწკაპუნეთ იმ პროდუქტებზე, რომლებიც ეკრანზე გამოჩნდება. ან თუ გირჩევნიათ, ვიდეოს აღწერაში რამდენიმე ვარიანტის ბული დევს. მაშ, როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, გაფუჭდა თუ არა ბენზინი? არსებობს რამდენიმე ნიშანი. თუ ბენზინს აქვს უსიამოვნო სუნი, რომელიც ჩვეულებრივისგან განსხვავდება, ეს ნიშნავს, რომ ოქსიდაცია მოხდა. თუ მას უფრო მუქი ან დაბინდული ფერი აქვს, ესეც დეგრადაციის ნიშანია. და თუ თქვენს ცდით გაფუჭებული ბენზინის გამოყენებას თქვენს მანქანაში, შეიძლება შეამჩნიოთ გაჭირვება დაქოქვისას, სიმძლავრის ნაკლებობა ან თუნდაც ძრავის წვეთა. კიდევ უფრო მძიმე შემთხვევებში დეგრადირებულმა ბენზინმა შეიძლება დააზიანოს საწვავის სისტემის კომპონენტები. თუ აქამდე მოხვედით და ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი, დაალაიქეთ და გააქტიურეთ შეტყობინებები. თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენებათ, განიხილეთ წევრად გახდომა, რომ დაგვეხმაროთ პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. თქვენ ვინც აქამდე მოხვედით, გიწევთ რომ გადახედოთ კურსებს, რომლებიც გირჩიეთ. მაშ, მიუშვილეთ თქვენი მობილური ეკრანზე არსებულ QR კოდს ან დააწკაპუნეთ აღწერაში მოცემულ დმულზე, იმ კურსებზე, რომლებიც გირჩიეთ. იქ თქვენ იპოვით Excel-ის, 3D მოდელირების, AutoCAD-ის, ორატორობის და სხვა მრავალ კურსს. ეს კურსები ჩვენ მიერ არჩეულია ამ არხზე და შეგვიძლია დავადასტუროთ მათი ხარისხი. თუ გსურთ დაიწყოთ თქვენი ონლაინ ყოფნა და დაიწყოთ ვიდეოების ჩაწერა და კონტენტის შექმნა სოციალურ ქსელებში, ამ QR კოდზე ჩვენ შევარჩიეთ ის აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ სტუდიებში ვიყენებთ. თქვენ? გქონიათ გამოცდილება გაფუჭებულ ბენზინთან დაკავშირებით? დაგიტოვებიათ მანქანა დიდხანს გაჩერებული და შექმნიათ პრობლემები მისი ხელახლა დაქოქვისას. დატოვეთ კომენტარებში მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის 2 საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რათა გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყარეობა. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ჩვენთან ერთად, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და განიხილეთ არხის წევრობა. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავთ.